მიხელ ბაგათელია ერთ-ერთია იმ 1000-ზე მეტ ადამიანს შორის, ვინც საჯარო სამსახურში დასაქმების მიზნით კონკურსის ჩატარებას ელოდება. ამბობს, რომ ბოლოს ქალაქის ზედამხედველობის სამსახურში მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობდა, თუმცა რეორგანიზაციის შემდეგ სამსახურის გარეშე დარჩა. Დაახლოებით 6 თვეა, რაც გასული რაც ვნახე ვაკანსია მერის მიერ გამოცხადებული, შევიდანი განაცხადი და დღემდე ვარ მოლოდინის რეჟიმში. Avets, ველოდები და მიკავშირდებიან ალბათ. Აკონხილებ თუ არა, მოთხოვნებს საბამის. გამოჩნდა თუ არა ვინმე დაგიკავშირდა თუ არა ბოლო 3 თვის განმავლობაში? არავინ არ დამკავშირებია, არც მეილი მომსვლია, არც არის შემოსულა ჩემთან ვაკანსიის თაობას. მეცხრე ტალღამ აღნიშნულ თემაზე სატელევიზიო რეპორტაჟი არაერთხელ მოამზადა. ჩვენთან საუბარში ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ კონკურსი აპრილის თვეში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა იგი გაზაფხულზე არ გაიმართა. შემდეგ თარიღად სექტემბერი დასახელდა, თუმცა შემოდგომამაც დაანონსებული ატესტაციის გარეშე ჩაიარა. მერიასა და საკრებულოში განყოფილების უფროსები, მერის თანაშემწეები, მთავარი სპეციალისტები და ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლები დღემდე დროებითი მოვალეობის შემსრულებლები არიან. ნაციონალური მოძრაობის წევრი ირაკლი დუნდუა ამ ფაქტს ხელისუფლების მხრიდან უპასუხისმგებლო დამოკიდებულებად აფასებს. აცხადებს, რომ ადგილობრივმა მთავრობამ საჯარო სამსახურები არაპროფესიონალი კადრები დააკომპლექტა. ოპოზიციას მიაჩნია, რომ ისინი კონკურსს ვერ გადალახავენ, რაც მისი შეფასებით გაჭიანურების მიზეზი გახდა. წელიწადზე მეტია უკვე ადამიანები, მოქალაქეები ელოდებიან ატესტაციის ჩატარებას და ადგილობრივი ხელისუფლება უკვე ვერ ადგამს თავს, როგორ უნდა ჩაატაროს ატესტაცია. თავიანთი პოლიტიკური ნიშნით აფასებენ ამ ყველაფერს იქიდან გამომდინარე, რომ ეშინიათ, რომ თავიანთი, ესე იგი, აქტივისტები ვერ მიიღებენ ამაში მონაწილეობას და გამოცდილი კადრები რატომღაც უკავშირებენ ნაციონალურ მოძრაობას, ამ დროს ესენი არიან ნამდვილად გამოცდილი კადრები, ვინც ქალაქის სამსახურში მუშაობდა და საქმეს აკეთებდა. შიში აქვთ ამის და მე ვფიქრობ, რომ აქედან გამომდინარე გააქვთ და ჭიმავენ ამ მოვლენებს. კურსორი კიდევ ერთხელ შეეცადა გაერკვია თუ რაც გეგმავს ფოთის მუნიციპალიტეტი ამ საკითხთან დაკავშირებით. როგორც ირკვევა, ჯერაც უცნობია კონკურსის ჩატარების დღე. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ კანონში შესული ცვლილების თანახმად მერია და საკრებულოს შიდა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ცალ-ცალკე განკარგავენ, რაც გარკვეულ ვადებს საჭიროებს. ჩვენ გამოცდების ეროვნულ ცენტრთან წინასწარი შეთანხმებით გადავდეთ ეს და უახლოეს თარიღს ჩვენ ინტენსიური კონტაქტი გვაქვს მათთან. უახლოეს დღეებში გავიგებთ ალბათ სავარაუდო თარიღს, როდის ჩატარდება, ანუ როდის ასე ვთქვათ, ექნება დრო და ტექნიკური საშუალებები, რომ ეს კონკურსი ჩატარდეს. ჩვენ იმიტომ გვინდა გამოცდების ეროვნულ ცენტრთან, რომ უფრო მოსახერხებელი იყოს დაუშვათ აპლიკანტებისთვის ამ გამოცდებზე მოსვლა და ასე ვთქვათ, მონაწილეობის მიღება. ზვიად შუბითიძე ირწმუნება, რომ ატესტაციებს კონკურსant საჯარო მოხელეებთან ერთად ის ადამიანებიც გაივლიან, ვისაც განცხადება აქვს დაწერილი. ამჯერად მათ აპლიკაციის შევსება ხელახლა მოუწევთ. აუცილებლად ჩატარდება კონკურსი, იმიტომ რომ ამას თვითონ კანონი გვავალდებულებს ჩვენ ვადები გვაქვს ჯერჯერობით. ანუ ამ ხრი პრობლემა არ არის, როგორც კანონი ხომ არ ირღვევა? არა, კანონი არ ირღვევა, ვადა გვაქვს ჩვენ, როგორც მოგეხსენებათ, 1 წლით გადაიწია კიდევ სავალდებულო ვადამ და უახლოეს ხანებში იქნება ცნობილი და ყველა აპლიკანტს გაეგზავნება ინდივიდუალურად შეტყობინება, ალბათ საჭირო იქნება ხელახალი რეგისტრაცია, ჩვენ მათ პირადად ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაუგზავნით შეტყობინებებს და მოხდება ხელახალი რეგისტრაცია, დამუშავება ინფორმაციის და შემდეგ უკვე გვეცოდინება კონკრეტულად ვინ მიიღებს მონაწილეობას. ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით საჯარო მოხელეთა კონკურსი ტესტირებისა და გასაუბრების სახით გაიმართება. ცვლილებებია საატესტაციო კომისიაშიც. შემადგენლობას მერიის იურიდიული განყოფილების წარმომადგენელი პაატა ლაგვილავა გამოეთიშა. ნიკა გრიგოლია, ზურაბ ჩაჩუა, ზვიად შუბითიძე და თამას სოსელია. კომისიის შემადგენლობა ასე გამოიყურება. მეხუთე წევრი კი ჯერაც უცნობია.